საქართველოს. რატომ? ყველაფერი გვაქვს. ბაკურიანში დღეში მე ზღვაზე ჩვენი ზღვა არის არაჩვეულებრივი. ლაშვასია ფასები ყველაფერი კარგი არის, ბუნება ყველაფერი მომსახურე. რატო არ უნდა ვირჩიოთ საქართველოს რა? ოდითგანი არ დავდიოდით ჩვენ კურორტებზე არ ვიყავით? წელს ვერსად ვერ მივდივარ ახლა რა. გააჩნია ორივე სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ბრაზილიაში. საქართველოს კუთხე-კუნჭულებს მოვივლიდი ყველაფერს, სამწუხაროდ არ ვარ ყველგან ნამყოფი. აი აჭარის, ზემო აჭარის სოფლებში ძალიან მაინტერესებს რომ წავიდე. სიამოვნებით წავიდოდი გურიაშიც, თუშეთშიც, სვანეთშიც, სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მოცნება ბრაზილიაზე. მე საზღვარგარეთ ხო უფრო მანდ მიყვარს წასვლა. აი დუბაიში ვიყავი, მანდ აქაური ფასებია პლუს მინუს, როგორც აქ არის. ძვირი ქვეყნები უფრო ევროპული ქვეყნებია. შვედეთში ვისვენებ, მან ძვირია. ორი შვილი მყავს და ვერც საქართველოში ვახერხებ დასვენებას და ვერც საზღვარგარეთ, მაგრამ ლაშქრობებში დავდივარ ხშირად. კარავი მაქვს და კარვით მოგზაურობ ჩემ შვილებთან ერთად. ვიყავი კაპროვანში, ვიყავი ლაგოდეხში. კარვით მოგზაურობ, იმიტომ რომ დაბალბიუჯეტურია და მარტივად ვახერხებ და ძირითადად მიდივარ ისეთ სივრცეებში, სადაც არის უსაფრთხო გარემო, არიან უკვე ჩემი მეგობრები და კარვის გაშლას შემიძლია. ჩემ საკუთარ სოფელში მივდივარ თიანეთში. სულ იქ ვარ ყოველ ზაფხულს საქართველოში შედარებით უფრო ძვირი არის ცხოვრება ვიდრე სხვა ზღვარგარეთ. ბევრ ქვეყანაში უფრო იაფი არის ვიდრე აქ. ორივეგან. აქ უფრო ბიუჯეტურია ვიდრე საზღვარგარეთ. ზღვა თუ შევადარეთ რა. საერთოდ ვერ ვისმენთ. სეზონური სამსახური მაგალითად ვერ ვისმენთ. საზღვარგარეთ მეტად ბიუჯეტურია. ზამთარში რომ მინდოდა ბაკურიანში წასვლა, საბერძნეთში მეტად იაფად გამოდიოდა ვიდრე ბაკურიანში. საქართველოში გენასვალე მე უკეთესი ადგილი არ მაგულება. ზოგადად მივდივარ ხოლმე საქართველოში, მაგრამ რეალურად იაფიც არის რეალურად საზღვარგარეთ ვიდრე საქართველოში, მაგრამ მე მაინც საქართველოს ვარჭებ ხოლმე უპირატესობას. ქობულეთში ვიყავი, ეხა ერთი კვირის წინ მაგალითად. ჩადარებით კარგი ფასები იყო, ხა ვიდრე ბათუმში იქნებოდა დარწმუნებული ვარ. დამავიწყდა როდის ვიყავი დასასვენებლად. გახლავართ უნივერსიტეტის პროფესორი. 50 წელიწადი ვიმუშავე უნივერსიტეტში. მატერიალურად ვერ ვახერხებ, პენსიონერი ვარ ამჟამად. საქართველოს კურორტები მშვენიერია და ყველგან წავიდოდი ნებისმიერ ადგილას, მთაში და ზღვაზე. მოგზაურობა კი დასვენების ხრივაც უფრო ხელმისაწვდომია თანხის. იმიტომ რომ აქაური მოგზაურობა და აქაური კულტურა უფრო მასურად არის გათვლილი ევროპელებზე და რუსებზე. იქიდან ჩამოსულ ხალხზე ვიდრე აქ მაცხოვრებელ ხალხზე. არის მაგალითად სასტუმროები, რომელიც ოჯახური სასტუმროები, რომელიც საერთოდ ჯერ საფასებს. საქართველოს ალბათ. ჯერ ესერთი პატარა მყავს და შორს ვერ წავალთ და მერეც კიდე დიდათ არ მიყვარს სადმე გასვლა. მე საზღვარგარეთ ცხოვრობ და საქართველოში ჩამოვდივარ ყოველ საფხულს და სხვაგან არ მინდა მე წასვლა. აქ მინდა მოსვლა ჩემ ნაცავებთან და ჩემ სამშობლოში. ხასებთან დაკავშირებით ჩემი აზრით ტური უნდა აიღო, აი არის ტურები და იაფად გამოდის უფრო ვიდრე შენ თორე წახვალ და ისე ასე ტურით რო წახვალ თურქეთში და საბერძნეთში და ასეთ ქვეყნებში შეიძლება იაფით დაგიჩნდეს და წავიდოდი მეც. ჩემთვის სულ ერთია. საქართველოს. ხო, და რატო? იმიტომ რომ უფრო სოფელი მიყვარს და სოფელში დასვენება უფრო ხარისხენია ჩემთვის. სამხედრო-ახეთში მოქვს ვარძია თუ ვიცით, იქით მოქვს ჩემი სოფელი. საზღვარგარეთ არ ყოფ, რადგან მე ჩემი სახლი მაქვს სოფელში, შესაძლოა უფრო იაფად გამოდივარ, მაგრამ სმენია რომ უფრო ძვირი არის ჩვენთან დასვენება, მაგრამ თუ კარგ ადგილებს ავირჩევთ, პირდაპირ ბათუმში არ წავალ და წავალ სხვა დასვენებელ სანაპიროებზე, უფრო კარგი იქნება და ჩემი აზრით ნაკლები ხარჯები იქნება. კარგად უნდა იცოდე შენი საქართველო, რომ კარგად იბრძოლო ჩემთვის. ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია საზღვარგარეთ მოგზაურობა, იმიტომ რომ საქართველოს ყველა კუთხეში უკვე ვარ ნამყოფი და ახლა სხვადასხვა ქვეყნებს შევისწავლი, ასე რომ ვთქვათ, ახლახან ვიყავი აფრიკაში 20 რიცხვში ჩამოვედი ზანზიბარიდან და საოცარი თავდაცდილებებით დავბრუნდი.